მოგესალმებით მეგობრებო, მე ვკითხულობ ამჟამად წიგნ გაბორ მატეს რა არის ნორმალური მითი თუ სინამდვილე. წიგნი საკმაოდ რთულია. ვერ გეტყვით რომ მისი ერთი წაკითხვით ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. რამდენიმე ადგილის წაკითხვა მიწევს ხოლმე, იმიტომ რომ თემები მრავალფეროვანია. მაგალითად მინდა გაგიზიაროთ, გირჩიოთ ეს წიგნი. ჩვენი ურთიერთდაკავშირებული ბუნება ადამიანის განვითარების დამახინჯება, არანორმალურობის გადასინჯვა, სნეულებები როგორც ადაპტაცია, ჩვენი კულტურის ტოქსიკურობა, ბილიკები გამთლიანებისაკენ, თემები ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზედაც მინდა დღეს თქვენი ყურადღება გავამახვილო, მის რაც დასკვნა გამოვიტანე, ვინ ვართ ჩვენ? ეს გახლავთ ალბათ ყველა დროის და ყველა საზოგადოების შეკითხვა, რომელზედაც თითქმის პასუხი არ არსებობს და თუ არსებობს ეს პასუხი არის ან არასრული, ან დაუკმაყოფილებელი და ამოუწურავი და მე ვფიქრობ, რომ ყველა დროში ყველა საზოგადოების შეკითხვა იყო და არა მარტო ყველა საზოგადოების თვით საკუთარი შემეცნების გზაზე ადამიანი ხშირად სვამს ხოლმე ასეთ შეკითხვას, ვინ ვარ მე? და ამაზე პასუხი არ არსებობს და სწორედ არის, იმიტომ რომ ამაზე არ შეიძლება არსებობდეს ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება. ჩვენ ქცევები ხშირად განსაზღვრავს ხოლმე იმას, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ, ან ვის წარმოვადგენთ. დღეს შეიძლება ძალიან კარგად მოიქცე, მაგრამ ხვალ შეიძლება რაღაცა შეცდომა დაუშვა. მე ვფიქრობ, რომ კარგი საქციელით და ცუდი საქციელით განსაზღვრავს პიროვნებას, მაგრამ არა ერთმნიშვნელოვან პიროვნებას. ამაში ხარ რას გულისხმობ, რომ ხშირად ვიცით ხოლმე ადამიანების შეფასება, რომ ეს ძალიან კარგი ადამიანი, ეს ძალიან გონიერი, ეს ძალიან და კარგი თვისებების მიღმა შეიძლება თუ არა რომ არსებობდეს ცუდი თვისებებიც. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს ერთ ადამიანში ორივე შეიძლება იყოს და რაღაცა გარემოება, რომელიც არ ვიცით ხოლმე რა არის, შეიძლება განსაზღვრავდეს ჩვენ საქციელებს. შეიძლება დღეს ერთი ცლოვანი იყო და მოწყალე, ხოლ შეიძლება ბოროტმოქმედი იყო. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანსაც უკვირს ხოლმე თავისი ქმედებებიც, რომ ასე რატო მოიქცა. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით მე დავკმაყოფილდება იმით, რომ ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია თუნდაც საკუთარი თავის, რომ მე ასეთი ვარ, ან თუნდაც ძალიან კარგი ტიპი ვარ, არ არის ჩემთვის მისაღები და არც ის არის ჩემთვის მისაღები, რომ მე რა ცუდი ტიპი ვარ და რა ცუდი ადამიანი ხარ. ადამიანი ხარ, ნიშნავს იმას, რომ ორივეს აერთიანებს საკუთარ თავში, როგორც იგეთეს ისე ბოროტებას, უბრალოდ პიროვნული განვითარება უნდა ხდებოდეს უფრო იმისკენ, რომ უფრო და უფრო მეტი სიკეთე აირჩიო შენს ცხოვრებაში და უფრო მეტად სრულყოფილი გახდე. მადლობა ყურადღებისთვის.